უფლებადამცველთა გაერთიანებამ და კერძო იპოთეკარებისაგან დაზარალებულმა მოსახლეობამ მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებას წინა საარჩევნო დაპირების შესრულებისაგან მოუწოდებენ. დაზარალებულები იმ პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვინც უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს, რომ ვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რეალური ინფორმაცია არ მიეწოდება. ჩვენი მოთხოვნა უფლებადამცველთა გაერთიანების დღეს არის ის, რომ რეალურად დაიწყოს ხელისუფლებამ იმ დაპირებების შესრულება, რაც იყო გაცემული წინა საარჩევნო და არჩევნების შემდგომაც. ვინაიდან 6 თვეა უკვე არაფერი არ გაკეთებულა ამ კუთხით და მძიმე მდგომარეობაშია მოსახლეობა და ყოველდღიურად არის გამოსახლებები, ფიქრობთ, რომ ამას უნდა დაესვას წერტილი. ჩვენ მოუწოდებთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ აი ამ ჩვენ გამოსვლას დღევანდელ აქციას გამოეხმაუროს. ჩვენ მზად ვართ უფლებადამცველთა გაერთიანება მოვახსენოთ ის პოზიცია, როგორ შეიძლება ამ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრა. Ვითხოვთ, რომ შეჩერდეს გამოსახლება, სანამ გაირკვევა, იქ იპოთეკარებს აქვს უამრავი დარღვევები, არანაირი გადასახადი, არანაირი მთავრობასთან არ ქონდათ არავითარი გაფორმებული არის უამრავი დარღვევები და ჩვენ გვასახლებენ სახლიდან.